გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის პატრიოტთა ალიანსის წევრი მალხაზ თოფურია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მალხაზ რომ მობრძანდით და დავიწყოთ შიდა პოლიტიკით. მე დიდ შესავალს არ გავაკეთებ. შევაფასოთ საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებები, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია, სხვა შორის ამბიციები ძალიან იკვეთება, რომ მე დავიბარე ელჩები, მოვიდნენ ჩემთან სასახლეში, ესეთი ძალიან უცნაური დამოკიდებულებები აქვს. ხანდახან მახსენებს ხოლმე მეფე მზე ლუდოვიკოს. შეიძლება არის ეს რაღაცა საფრანგეთთან კავშირში, რომ კანონი ეს მე ვარ, სახელმწიფო ეს მე ვარ, ხო ცნობილია და ეს ტენდენციები რაღაცნაირად შეიმჩნევა ქალბატონის სალომეს მეტყველებაში, იმიტომ რომ მას წარმოუდგენია თავი, როგორც ასეთი შთაბეჭდილება იქნება, თავი გავანებოთ მართალია ის თუ არ არის მართალი. რის მიღწევას ცდილობს თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ, რომ მასზე ჩამოვიდეს ფსონი, მასზე დადოს ფსონი და საერთოდ ცოტა უხერხული ხო არ არის პოლიტიკა, ეხლა მე მესმის, რომ უძველესი პროფესია ერთ-ერთი, მაგრამ ეს მაინც ხო არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს უკადრებელს აკადრებდნენ და შემდეგ უცებ რატომღაც აღიარებდნენ ლიდერად. როგორია თქვენი აზრით თვითონ ოპოზიციის мотиваცია და რაც მთავარია აი სალომე ზურაბიშვილის ტრანსფორმაცია და რამდენად აქვს მას ის პოტენციალი, რომ თავის თავზე აიღოს პრეზიდენტი მზის როლი, დავესესხები მზე ლუდოვიკოს ასოციაციას. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და დავიწყებ იქიდან ლეგიტიმაციის საკითხიდან დავიწყებ საუბარს რა. ქართულ ოცნებაზე წამოვიდა ესეთი მართლ პარტიაზე წამოვიდა ესეთი ბრალდება და ამ ბრალდებას აბსოლუტურად ვიზიარებ მეც. აქ არის თქვათ რაღაც გაყალბებებზე საუბარი. აქ არის რომ არჩევნებამდე შენ იყავი სხვა სახით წარმოდგენილი და არჩევნების შემდეგ შენ ხარ უკვე სხვა, ანუ შენ ლეგიტიმაცია დაგაკლდა და ვიტყვი პირდაპირ რაზეც საუბარი ხა. ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში რომ ჩვენი მიზანია, თურმე ჩვენი მიზა ყველასი რომ შევცვლიდეთ ნატოში, ჩვენი მიზანია შევცვლიდეთ ევროკავშირში. გაუგონარი ჩანაწერია. ხო და რისით თქვა მინდა ეს ქართულმა ოცნებამ ჩაწერა და არა ნაციონალურმა მოძრაობამ. და შემდეგ უცბად აცხადებს კობახიძე რომ აი ჩვენ 28 წლამდე ვფიქრობთ არაფერი არ გვინდა იმაში. ანუ ქართული ოცნება იყო სხვა სახით არჩევნებამ წარმოდგენილი და არჩევნების პერიოდში. მაგრამ ხა მოდი შეგეკამათებით თუ შეიძლება. რომ ეთქვა კობახიძე ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ რა მე არა მე მესმის რაც უნდა მითხრათ. ხო იცი როგორ ხა ის რომ მე თქვათ ეს იგივეა ხო ხა მარტივი შედარებას იმიტომ მე ვაწყობ რომ ჩვენთან საზოგადოებაში მარტივი შედარებები უფრო ადვილად გასაგებია ხოლმე. მაგალითად მე შემიძლია ადამიანს დავპირდე რომ მიიღებ სამსახურში, მაგრამ წელს კი არა მიიღებ მომავალ წელს. ეს იმას ხო ნიშნავს რომ ჩემი დროს გადათამაშება მოხდა, მაგრამ ამაზე აგებული, ხო პროტესტი ხო ამაზე აგებული, მაგრამ მე ამის არ მომიყვანია ეს მაგალითი. ანუ მე ამ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ ეს სიბრიყვეს რაღაცზე წერდი მაშინ რა, როდესაც ეს სიბრიყვე შენ ჩაწერე რა და ნუ რავისკენ თიც ნუ გაიშვერ, იმიტომ რომ ისეთი ეფემერული ორგანიზაციები, როგორც არის ევროკავშირი, ნატო, თავის დროზე ყველა ეფემერულია, ყველა ეხა ინგლისი რო გავა, ხო, ინგლისი თუ შენთვის აფიცარი ქვეყანაა, ესე იგი ვერ არის თლად კარგი ორგანიზაცია, ხო, დიდი ბრიტანეთი ადგა და გავიდა იქიდან, ხო? იგივე ერთა ლიგა იყო მოგეხსენებათ, დღეს გაეროს ხელმძღვანელი ვინ არის? გვარი დამავიწყდა. ბატონო თქვენ კი არ დაგავიწყდათ. საქართველოს მოსახლეობის 99% არ ახსოვს, იმიტომ რომ იმდენად უმნიშვნელო გახდა ეს ოდესღაც უმაღლესი პოსტი, 10 წლის. როცა მჭირდება ვიმახსოვრებ ხოლმე ჩავხედავ. აღარავის აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ გაეროს მილევადია უკვე ეს გახდა სრულიად ეფემერული. აი როგორც ერთა ლიგა იყო გაეროს წინამდებარე და ისე გაქრა რომ აღარავის აღარ ახსოვს. ზუსტად იმ დღეშია დღეს გაერო იმის პირველი პირი, ვინ არის აღარავის აღარ აინტერესებს. და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიღაც კუბილიუსი და ვიღაც ლიტვის დეპუტატი, ვიდრე გაეროს ხელმძღვანელი. ეგრეა, უბრალოდ მართლა ეგრეა. და ეხლა რაზე მოვიყვანა ეს მაგალითი რა, ამ ლეგიტიმაციის შესახებ, ანუ მორალური ლეგიტიმაციის შესახებ. ქალბატონი სალომე იამეტრალურად ამოფარებული მოვიდა პრეზიდენტად. დღეს ბაბუცა იმასთან, რა ქვია, პატარა ესთან ერთად დახტის ჩინკასავით სცენაზე, ხო? ქალი, რომელიც ჩემი ბუჩუ, ჩემია თუ ვისია ვერ დაადგინა რა. არა, მე პირდაპირ ეს სატელევიზიო იმიდან მე მესმის, მაგრამ ჩვენ არ გავიმეორებთ შეიძლება. არა, მე რისი თქვა მინდა. ანუ ქალბატონი
ლაპარაკობთ ლეგიტიმაციაზე, ქალბატონო სალომეს ლეგიტიმაციაზე უკვე აღარ შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ მაპატე და ჯამბულ გამწელძეს უკარო დაიმალები და სულხან მოლაშვილის ოჯახს უკარო დაიმალები და შემდეგ ბაბუცასთან ერთად დახტიხარ სცენაზე, აღარ ხარ ლეგიტიმური. თუ ქართულ ოცნებაზე გავიშვირე წეგან ხელი და მართლა გულწრფელად გავიჩინე, იმიტომ მე მაშინვე დავეთახვე აბოსაზრებას, რომ ეს უკვე ლეგიტიმური აღარ არის, როდესაც შენ ერთი ლოზუნგით მოდიხარ და უცბად სხვა ხდები, ასევე მაშინ როგორ შეიძლება სალომეს ლეგიტიმაციაზე ვილაპარაკოთ, კიდევ შვიმკვდარი მშობლების იმით მოვიდა და დღეს დახტის არ ვიცი ჭინკებთან ერთად დახტის სცენაზე, ხო ეს ქალბატონი რა. ეხლა ჩვენ გადაცემამდე ვთქვით, თუ გადაცემის მე რაღაც ვეტერანებს შეხვდაო, ხო ეხლა შეხვდა ეს ვიდეო და მეკითხა ქალბატონო, ძალიან საინტერესო რამეს. სხვადასხვა აი აქცენტები არის ძალიან საინტერესო, ეს ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე, იმიტომ რომ არის რაღაცა მომგებიანი თემები. კი, მაგრამ ვინ ახსენდა ხა ვიტყვი. ხო და ამიტომ და ეს ვეტერანებია, რა ვეტერანებზეა საუბარი, ვეტერანების თემა სხვა ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ აი 90-იანებში, როდესაც აფხაზეთშია ის შეერაღებული არ მინდა ომი უწოდო, მაგრამ ხო ეს დაპირისპირება დასრულდა, ეს სისხლიანი დაპირისპირება, შემდეგ იმდენი ვეტერანი აღმოჩნდა, ამდენი არის ბრძოლა, ხო ეს პრობლემა იყო. ეგ პრობლემა ახალ არის და ამიტომ სხვა მამკითხვას. 2008 წლის 20000 მეომარი რა, 2008 წელს 20000 კაცს უბრძოლია, იმიტომ რომ კანონმდებლობაში წერია, რომ ვინც ავტობუსში ჩადდა, ყვითელი ავტობუსით იბრძოლა, ყველა ვეტერანია და ყველას დიდი პრეტენზია სხვა ჩვენს მაგათ აქვთ, რომ გმირები არიან სულ ყველა ბადღა. ავტობუსით გზავრობის გამო. ხო და არა, ნუ ეს თემა არა გვაქვს ახლა ჩვენ ცოტა მათემატიკა. მე მესმის მაგამეს ხომ აქცენტი. ხო და ახლა ნუ შეხვდა 4 ვეტერანს. მოდი გავიხსენებ ორ შეხვედრას. ქალბატონის სალომეს ვეტერანთან ერთი იყო არჩევნებამდე, ერთი ეხლა. ჩვენ ეს 4 ვეტერანი ვინ არის? სამს დიდებულად ვიცობ და დიდ პატივს ავცემ ამ 4-დან ნუ ერთი არ ვიცი, არ არის საჭირო ახლა პერსონიფიცირება მათთან ერთად მიბრძოლია მართლა პირდაპირი გაგებით და არა მიომია მათთან ერთად, მაგრამ ვიტყვი რა რომ თითოეული მათგანი ის ხალხი არიან, რომელიც 2003 წელს სააკაშვილის ვარდებით მორბოდა, მაშინაც გადმოვიდნენ სტრუქტურებიდან და მიადგნენ მიშასთან ერთად მე სამივე მინანა სამივე ცუდად დაუტრიალდა ესა. პირდაპირ ვიძახი მაგ ბიოგრაფიულ ნაწილს ხვები ახლა. და რა შეეხება მეორე შეხვედრას ვეტერანებთან. მეორე შეხვედრა იყო სალომეს არჩევნებამდე, როდესაც მისი PR კამპანია აშკარად დამარცხდა. ეხლა ჩვენი ასაკის ადამიანებს, თქვენ ცოტა ახალგაზრდა ხართ, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებს ყველას ახსოვს აბსოლუტურად, რომ ის თანამდებობები, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს ეკავა, შეუძლებელია კაკების მაღალჩინოსანი არ ყოფილიყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მოსკოვის კაკების მაღალჩინოსანი. ნუ შეუძლებელია. ხა ეს ახალგაზრდა შეიძლება მოაწყო, რომ ის დემოკრატია და რაღაცა ევროპა და ნათელი მომავალი, მაგრამ ჩვენ გულისხმობთ რუსეთში დაკავებულ თანამდებობებს. კი ბატონო, ხა თუ ვინმე მეტყვის, რომ ატომურ ენერგეტიკაში რუსეთში არა კაკებეშნიკი მუშაობს და მაშინ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა, უნდა დააბატო დემოკრატიული ქვეყანა და მე არ ვთვლი რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა, თქვი კაკებეზე აწყობილ ქვეყანად. იყო ესე და არის ესე. ხო და ეს ადამიანი არჩევანი იყო, ან ეს უნდა აგვერჩია ან გესტაპოს თავმავალი. ხო ჩვენ ავირჩიეთ გესტაპოს თავმავალი. ნუ კაკების მოქმედი დამპყრობელის და ოკუპანტის მაგივრად ავირჩიეთ რაღაც ნუ ცოტა ცუდი წინაპრების შტაომავალი და დაუჭირეთ ხარი და ესე თხოვნა იყო, რომ იქნება ვეტერანები. ერთი მაშინ არ ვიცოდი და მე რამის ბრალია. ვიცოდი, ჩემთვის ცნობილი იყო და ის ჭორები, რასაც უგონია, ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ ეს სიმართლე იყო და იყო თხოვნა, რომ მოდიო და ისა ქალბატონ სალომესო ვეტერანების შეხვედრა გაუკეთოთ. სხვა ჩვენს ამაზე არც ფული მოხსნა არაფერი და უკაპიკოთ გორკის ვარდების რევოლუციის პარკი მე შემდგომ და ეხა რა ქვია არ ვიცი, მანამდე გორკი ერქვა, შემდეგ ვარდების რევოლუცია ერქვა, აღმაშენებელზე მდებარე პარკი. გადავავსეთ ვეტერანებმა, აი ბიჭებს დაუკავშირეთ ერთმანეთს რაღაცას ჩვენი ფოსტა გვაქვს ალბათ რაღაცა და გადავავსეთ და ქალბატონ სალომეს ახლა ვეტერანს ყველა თითოეულს მათგანს კარგად ესმოდა, ეს არ არის პრემიერთან შეხვედრა, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს არის შეხვედრა სიმბოლურ ფიგურასთან და ორი თხოვნა სანაცვლოდ იმისა, რომ ვეტერანები ხარს დაუჭერეთ, ორი თხოვნა დაუყენეთ. ერთი რომ მართლა გმირულად დაღუპულების ოჯახებს ორდენები გადაეცეს, ნუ როდესაც ეს თხოვნა იყო და მეორე იყო იმ სუბუქ დანაშაულზე მჯდომი ვეტერანებს, რომელიც ასევე ოცნების მიერ ბრიყული კანონი რო არის ის ოჯახური ძალადობა რო დაერქვა, ხვარი რომ ცოლს დაუყურებს და პოლიციაში მეზობლება დარეკა, ერთ-ერთ ციხეში უნდა წავიდეს, ხო? რაღაც ესეთი კანონი გვაქვს 3000 კაცის ციხეში და აქედან 2500 ვის ძალადობაზეც აქვს. მისჯილი გალეთ ელოდება ადამიანი საჭმელით ხელს
ოჯახში სოლი იქნება დედა თუ რაღაცას. მე მგონი ასე მარტივად არ არის, ცოტა უარესად არის, ცოტა უარესად არის, მე თუ გითხავთ, კიდე უარესად არის, ხა აღარ გავშლი ამ თემას, იმიტომ რომ ვიცი რა ხდება და როგორ ხდება ამ მიმართულებით თვითონ წუხან უკვე ამ კანონის სიბრიყვით რა და სიმძიმით და ის რის თქმა მინდა და ამდაგვარი დანაშაულები კალბასი ძეხვი მოიპარა შიერმა ვეტერანმა გაჭირვებულმა იქნება სუბუქ დანაშაულზე მყოფი ვეტერანების სიებს გავაკეთებთ მოგაწვით და შეიწყალოთ არც ერთი ამ თხოვნიდან რა თქმა უნდა სალონი თავი გვიქნია და ვეტერანი ჩვენი სიკვალულია და რაღაც სისულელეები იბჟუტურა ამ ბოროტებამ პირდაპირ ეს ქალი არის ბოროტება ცოცხალი ხორცშესხმული ბოროტება გამოუშვა ისეთი მკვლელები რომ აი ორი კვირის დაჭერილი მკვლელი 15 წელი რო იძება მათ 4 მეზური მაგან შეიწურა თუ გახსოვთ მაგის შვილის მკვლელიც გამოუშვა მკვლელები გამოუპატე ყველა გამოუშვა არც ერთი ვეტერანი არ შეიწყალა ამ გარეწარმაქალმა არც ერთი გაჭირვებული დაქცეული ვეტერანი არ შეიწყალა აი ეს არის სალომე ზურაბიშვილი ახლა თქვენ შემდეგ არ მოგითხოვიათ მათთან შეხვედრა არა როდესაც მიადგენენ მაპატია და შილკუდარ მშობლები რომ მიადგენენ აკრას მოეთერითოდ ახლა ვეტერანებს რატო არა რაზე ველაპარაკო მორალი და ზნეობა ამ ქალში არ დევს ეს კალი არის ახლა თქვენ მკითხეთ რომ როგორ მოხდაო ამისთანა გინებების მერეო ყველა მოისაერჩიო არა ამათ არა ურჩევეთ ამათ არა რო აირჩი არა ახლა რომ ხო კი ბატონო ამათ დაევალათ ამათ რომ ამათ ეხლა წინა არჩევაზე კაკებეშნიკს ირჩევდნენ ხო ეს ლიბერალური სამყარო კიდევ ვიძახი მოსკოვიდან და რა არის უზნეობა რომ ყოლათ უზნეობა და თუ დაავალებენ რასაც ეთქვენ იმას ისა ცალფეხზე დავდგებითო რომ არის ნათქვამი ეს სიმბოლური ნათქვამი არ არის მარტო ეს პირდაპირი გაგებით ნათქვამი ხო ეს აზრი უნდა მოგივიდეს ხო და ახლა როგორ გჯერა თქვენ რომ ნიკა გვარამიამ შეიყვარა ის ქალა რასაც ეძახდა არა მან მიიღო ის დავალება რაც მიიღო და მორჩა მას არ აქვს უფლება გაასაჩივროს ბატონო ხაზამ თქვა მან მიიღო დავალება და ამიტომ იძულებულია ეს გააკეთოს მაგრამ ის ადამიანები ვინც მხარს უჭერს აი თუნდაც საპროტესტო აქციებზე იქ გრამი ანალიზი არ არის თუ რა ხდება? მოდი ვთქვათ, რომ დიდებულად ეს ახლა რაც ხდება, მოდი საპროტესტო აქცია მე ვიძახით თეთრია, შავზე შავია და ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ძალიან აღარ უყვარვართ და იქ მომიტინგეებსაც, ნუ ვინც ბოლომდე გვისმენს არა და ვინც არ გვისმენს ზედაპირულად იმათაც არ უყვარვართ რა, ნუ იმიტომ რომ მათთვის სასურველი სიმართლე უნდა თქვა, ანუ სიმართლე კი არ უნდა თქვა, მათთვის სასურველი სიმართლე. ეხლა შეკითხვა აქციები იყო ძალადობრივი თუ არა? ვამბობთ აქციები იყო ძალადობრივი. ოღონდ აქციის ყველა მონაწილე კი არა 90% არ იყო მოძალადე. კი ბატონო. მაგრამ იქ იყო ჯგუფები პირდაპირ არ მწვენი ამის დასახელებას რატო იკავებენ თავს. იყო დაფინანსებული შტურმავიკები, მართლა მომზადებული დაფინანსებული შტურმავიკები და ხელისუფლება მე იცოდა და იცო ყველა ვიცის კიდევაც და საიდანაც ფინანსები ყველაფერი იცის რა თქმა უნდა და არ ვიცი ახლა ნუ რა ხდება იმიტომ დიდი ვაჭრობა მიმდინარეობს დასავლეთთან და რაღაცებს ვერ ამბობენ და რაღაცებს ვერ ამბობენ, რაღაცებს არ ამბობენ. ხო და ეხლა 90 რო პატიოსანი სტუდენტი დგას და ვიღაცა 5 შემთხვევითი და ვიღაცა 5 კიდე შტურმავიკი, ხო? აპატიეთ ახლა ერთი თაფლი რო დავდგათ, ერთი კასრი, ხო? და შიგნით ერთი ჭიქა ფეკალია ჩავაგდოთ. ის უკვე თაფლის კასრი აღარ იქნება, ის ფეკალიის კასრი არის უკვე რა. დაახლოებით ეს არის 90% პატიოსანი და გულანთებული სტუდენტს, ხო? ვერ წონის სტუდენტის არსებობა ვერ წონის ორიოდ მოძალადეს, ხო? ხა ერთ პოლიციას აღარ მინდა თქვა რა მძიმეს მდგომარეობაშია და აღარ არის საჭირო საუბარი და აღარ მინდა თქვა რამდენი პატიოსანი სტუდენტი რომელსაც არ თქვა უსვია და ის რა დღეში არის აღარც ამაზე მინდა თქვა რა ხო და ეხლა მოხდა საოცარი რამე რა ეხლა მე მაპატიე და კუბოსაც რო გამოასვენებდნენ ხო ეს რამდენიმე დღით ადრე ვიცოდი განა იმიტომ ვიცოდი რომ ძალიან ჭკვიანი ვარ უბრალოდ კიევის მაიდანი გადავახვიე რაღაცეები და აკერმანის თემაა გაწერილი ხო ეხლა იმ სტუდენტს რომელსაც კუბო დააჭერეს ხელში გონიო თვითონ რაღაც პერფორმანსი მოიგონეს და დედა რას ახალის არა შენ არ მოგონია ეს დაგიწერეს შესაწყალო ბავშვს მართლა გულწრფელად ვიძახთ დაცივით არა ეს დაგიწერა ვიღაც აკერმანმა რომელსაც ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალების სპეციალისტი და შენ იმის შემსრულებელი ხარ ამ შემთხვევაში ხო და გონია რომ შენით მოქმედებს ხო გონია რომ შენ გონია შენ ჯერა რომ შენ ახარ ეს მამოძრავებელი ძალა და შენ არაფერი არ ახარ რა შენ მანიპულირება ხდება საშინელი მაგრამ გავაგზელებ რა ერთ რამეს რა აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამე იმ როდესაც თქვათ ეს პიკარდებით და ქვებით და ლოდებით აი ხელა ლოდებით რომელიც ადამიანს შუაზე გააპო
პოსტავში თუ მოხდა დაუცველდავში ხო სროლების შემდეგ და როდესაც ესე ვთქვათ გაილახა მოერია ესე ვთქვათ ხელისუფლება მომიტინგესა თავის იმედია ძალა როცა ერევა ხო იყო ხო არა როდესაც მოერია ეს ამას მე სიამოვნები და ბედნიერად არ ვამბობ ამ სიტყვას მორევას იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის ეს მორევა რაც არის რომ ქვეყანაში ხდება მორევაზია საქმე როდესაც მოერა შემდეგი ეტაპი კიევის სცენარით რა მანდ უკვე ძალიან შეშინებული ვიყავი იყო მომიტინგის მოკლა ტყვით და დაუდგენელ ვითარებაში რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნებოდა როდესაც ადამიანს კლავენ ის არის სამართალდამცავი და სამართალდამცავი თავისთავად ხელისუფლების ნაწილია და ძალიან შეშინებული ვიყავი რომ ეს არ მომხდარიყო და თან შიშობდი რომ ეს ერთი არ შეება რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოეკვათ როგორც კიევში დაიწყო უკვე იმ ძალადობის შემდეგ რომ ვერაჯობეს ბერკუტს ეგრეთ იმათ სამართალდამცავებს ამის შემდეგ დაიწყეს მომიტინგეების ხოცვა და სხვა რეზონანსი მიიღო უკვე თუმცა უკრაინაში ნაკლებად გაინცდიან ახალგაზრდა სიკვდილს მაშინაც ახლა არ არის როგორც საქართველოში ახლა ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე და ჩვენ ცოტა ამ სლავებისგან განსხვავდებით რა მათ სისხლიანობისგან განსხვავებით ცოტა სხვა ტემპერამენტი გვაქვს რა ქართველებს ზოგადად და მაგრამ უცბად არ ვიცი ეს აკერმანმა შეცვალა თუ თვითონ ქართველებმა ქნეს ეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება როდესაც სცენარში მოხდა კორექცია და ჩვენ ვიხილეთ ხორუმი რომელიც იმდენად აი ჩემთვის იყო დიდებული სანახაობა მართლა დიდებული სანახაობა იყო ეხლა კრიტიკოსებიც გაქალს რა უნდა ხო რაღაც ისულელები და არაფერი არ მოწო ცხოვრებაში გამოჩნდა ქვეყანა მაგრამ ეს იყო დიდებული სანახაობა ყოველ შემთხვევაში მკვდა ახალგაზრდას ყველაფერი ჯობდა ხო ბატონო ახლა მე აქ თქვენ სხვადასხვა ამ თემაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ აი ჩვენთან არის ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც ინტელექტი რაღაცას ნიშნავდა და განათლების მეტნაკლებად ასეთ ნორმალური დონე იყო სოფლის მაშენებლები ხო ეს არის იგავი რომელიც კუის სასწავლებელია რომ სიმღერით არ შენდება სოფელი ძალიან ღრმა შინაარსი აქვს და ამ დროს ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფოს ვაშენებთ ვიბრძვით დამოუკიდებლობა ვიბრძვით თავისუფლებისთვის ვიბრძვით ტერიტორიულ სულ მღერით და ცეკვავთ მე კი არ ვაკნინებ ან ხოლმსა და კომიკურ სიტუაციაში ვარ თითქოს აი ის კარგია იცეკვა გული ამიჩქროლ და იმღერა გული ეს გასაგებია ხო ჩემი ეთერული სხეული ხა ჩვენ თუ ამას ეზოთერულად მიუდგებით ჩვენი საერთოა ბუნებრივია ეს ღელავს იქ რაღაც ემოცია რაღაც მენტალური მთელი ამბები ხდება რაღაც ნატიფ სხეულებში მაგრამ ასე საქმე არ გეთდე თქვენ პოლიტიკურ გადაცემაში პატარა ერთ 20 წამიანი იუმორ შემოვიტან. ეს პოლიტიკაა სხვათა შორის. კი მაგრამ ერთ 20 წამიანი იუმორ შემოვიტან, იმიტომ რომ ბუმბერაზზე არის საუბარი. გოგლა ლეონიძე უბნება კონსტანტინე გამსახურდიას რა რომ კონსტანტინეო კახელებმა რაც გადავიტანეთო ხო შახაბასიო ლეკიანობა ესო ის უბედურებაო და რა სიმღერები გვაქვს მრავალჟავე ხიარულია და ბედნიერიო მეგრელებს ისეთი რა გაქვთ ნანახი ხა ჩვენთან შედაერთ და სულ ცირადან ესო მოთქვავთო და თქვენ რო გადაიტანეთ მაგდენი უბედურება იმას მოვთქვათ ჩვენო კონსტანტინეს უპასუხე ხო და ეხლა მოდი ისეთი მომენტია ეს რო კიდევ ამბობ რა აკერმანის მიერ შედგენილი ეხლა არ შეიძლება რაღაცა კლიშე ჩარჩო მოერგოს მოზამბიკელსაც და იაკუბსაც რა და ქართველი მაბატე და ის სერბული ის რო იყო კულაკი რო იყო და უკრაინული რაღაცა და რაღაცა ჯანდაბა და კიდე რაღაც ჯანდაბა ქართველზე არ მოერგო მოდი ერთ რამეს ხსენებ უკვე შეპირველი ძალადობების მერე ხო უკვე გამოჩნდნენ პოლიციელები რომლებიც რაღაც სიკეთეს ჩანდა გამოჩნდნენ მომიტინგეები რომლებიც ვიღაცას მართლა აკავებდნენ რა ქვა არის რომ რაღაცა ეს ქართველი ანუ ქართველი ისეთი ბოროტი არ არის ბუნე კიდე ვიძახი რა მე მართლა ის ხო ეხლა მე მინდა 91-12 წელს შევადარო რა ბაგრა შეიძლება ბატონო ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწყვიტო და გავიხსენოთ ეს მნიშვნელოვანია 91-12 წლები დაგველოდეთ ჩვენ მარე დავბრუნდებით ჩვენ განაგრძელეთ საუბარ ჩვენ სტუმართან მალხას ტოფურიასთან და ბატონ მალხას 91-92 წლები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ეხა დეკემბერია ზუსტად და 33 წლის წინათ რაღაც სოდვა ტრიალებდა ამ ქალაქში და იმ მოედანზე სადაც ეხა საპროტესტო აქციები იმართება და როგორც მე ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება მათაც დაავიწყდათ რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში ან ერთ ან მეორე მხარეს განსაკუთრებით მეორე მხარეს და ამ ახალგაზრდა თაობისთვის ან თავიანთი შვილებისთვის რომ არ მოუყოლეთ ამბავიც კი არა თუ თქვათ გააანალიზებინათ და სწავლებად გამოეყენებინათ ეს შვილებისთვის ესეც აშკარა არის ჩემთვის 91-92 წლების
მოვლენებს თუ გავს ეს და თუ შეიძლება ჩვენ რომ იგივე წრეზე წავიდეთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ იგივე წრეზე დავდივართ, ვუახლოვდებით ხოლმე თლათ ისეთ დონეზე არა, მაგრამ ვუახლოვდებით და მე მინდა აი თაობაც რომელსაც ეს არ იცის და ვისაც დაავიწყდა და გავახსენო რომ 91-92 წლების აი სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ რომელსაც სამარცხინო სახელიც დაერქვა თბილისის ომი, ხო ეს კიდევ ცალკე ფსიქოლოგიური თემაა. ამას მოყვა ჩვენი ტერიტორიული რღვევა ფაქტობრივად და ჩვენი სახელმწიფო ვერც გაიმართა წელში და ამიტომაც მე მგონი გახდა საჭირო კონსტიტუციაში რაღაცის ჩაწერა, რომ ეს ორი რეგიონი სანამ არის ჩამოშორებული და საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიულ მთლიანობაში არ ირიცხება ვერანაირ კავშირში, ჩვენ ვერ გავწევრიანდებით, ჩვენ ძალიან კარგად და ნათლად უნდა გავიაზროთ. გავს თუ არა ეს იმას და შეიძლება თუ არა რომ ჩვენ აი მუდმივად დავჭეთ აი ამ საბედისწერო წრეში, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს. კი ბატონო, თუ განწყობებს გავიგებთ, ვიტყვი რომ არ გავს, მაგრამ ეს უარესია, რატომაც ვამბობ არ გავს, იმიტომ რომ მაშინ სანამ თქვი არ გავარ და ესეთი დაუნდობლება ერთმანეთს მიმართ არ იყო. ანუ ბევრად უფრო მძიმე ფონია და ბევრად უფრო დაუნდობელი ახალგაზრდების ტერმინოლოგია, ნუ არსად აღარ წერია. ნუ შეიძლება სოციალურმა ქსელებმა მოიტანა, არ ვიცი ახლა აქ ბევრი მომენტი არის ალბათ ფსიქოლოგიური, რომელსაც მე ვერ ახსნი რა თქმა უნდა. მაგრამ ესეთი დაუნდობლობა აი ომის დაწყებამდე აქეთ-იქით გადადიოდნენ ადამიანები და ერთმანეთს პოლიტიკურად გამათობდნენ და ჩხუბის გარეშე აი ხდებოდა ეს რუსთაველზე რა ომის ტყუის გასროლამდე რა ხა ეს ტყუია ვინ ასრულებდა პირველად და ვინ ნუ ეს როგორ მოხდა იქ რა თქმა უნდა როდესაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებია ჩამული ზალმარტივია უკვე რა მაგრამ ეხლა მსგავსება რა მე დიდი შიში მაქვს რომ 29-ში ქალბატონი სალომე დანიშნავს არჩევნებს თავის არჩევნებს მათ ხო თავი ჩვენ ეხლა გვაქვს ორი ახალი წელი ორი შობა ორი პრეზიდენტი ყავს ამ სახელმწიფოდ ხო ნუ რეალობა ეს არის რა ნუ ქართველები ვარ და ორი გვაქვს რა ყველაფერი რა და და ეხა აი უკვე ანალოგს პოულობ რა და გავიხსენებ ეროვნულ კონგრესს აი მივდივარ იმ სიმძიმემდე რაც არის ეხა ეროვნული კონგრესის თითეული წევრი უმეტესობა რა იყო მართლა ეროვნული ადამიანები ვინმე თუ გონია რომ ისინი კაკებეზეც იყვნენ და მოსკოვიდან იმართებოდნენ ძალიან მაგრამ რაც მთავარია მათ გააკეთებინეს ის რატო არ იმოქმედა ეროვნულმა კონგრესმა რაც იმ დროს ჭირდებოდა ქვეყნის გახეთქვას და დაანგრევას ხო ანუ მივიღეთ ორის არჩევითი ორგანო ხო ეხლა ეროვნული კონგრესი იყო რამდენად ლეგიტიმურად რამდენად მართლა მივიდა ხალხი არჩევნებს ეს ცალკე თემა მგონი არც არავის ძალიან დაბალი პროცენტი იყო ანუ იყო ცოტა და ბევრი ხო იყო უზენაეს საბჭოს მასიური მისვლა და ალბათ დაახლოებით პროცენტული შეფარდება 95-5-ზე დაახლოებით ესეთი პროცენტული შეფარდება იყო მე თუ მკითხავ დაახლოებით იმის უზენაეს საბჭოს სასარგებლოდ მაგრამ ჩვენ გო პრეცედენტი დაუშვით ორი არჩევითი ორგანო იყო ხო გააკეთებინეს მე ვშიშობ რომ ეს ბოროტიკალი რომელიც ყველაფერზე წამსვლელია აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია მოქმედებს გონებრივი არ მგონია მისი გონებრივი და IQ არის ძალიან დაბალი აი პირდაპირ ვამბობ მე არ დამავიწყდება სანამ გამოცხადებოდა რამდენიმე საათად ადრე ერთ-ერთი ოცნებასთან დაახლოებულ პიარისტმა და ამერიკა რო ეს იქნებაო და რო შემოვიტყი ხებეთქი ბარგველაშვილი მოგენატრება და კაიო რა სულელესი ძახიო და სამთოში მითხა იცოდიო ვიცოდი არა ეს ქალი იყო აი IQ დაქვეითებული მართლა ვიძახი რომ გაიყვანო სერიოზულად რაღაც ფერადი ბურთულები თუ რაღაცებს აწყობინებ ვერაფერს ვერ აწყობს იმდე IQ დაქვეითებული ერთი გარეწარი ქალბატონია რომელიც თავის წარმომავლობით არა ნუ არ შეიძლება ეხლა რასაც ეს აკეთებს და რაღაცა იმ დღეს დაშოშმინდა რაღაცა ეს ახალგაზრდები ნაცემები ნაბეგვები ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ რა თუ ახალგაზრდებს ყავდათ ისინი რა ქვია ეს შტურმავიკები ახალგაზრდებს შორის იყო ყავდათ არა შორის იყო შტურმავიკები მაპატია და ხელისუფლების წიტუშკები ყავს ხო ეხლა არ უნდა გავექცეთ ხო არ მოეწონება ხა არცეთ ხელისუფლებას მე რო ეს თქვი მაგრამ ფაქტია ხო ვინ არის ის ნიღმიანი ხალხი რო დარბიან რა ჯანდაბა რა არის ეს ქვეყანა არის გეკითხებით პოლიციამ რაც არ უნდა გადაამეტოს ის გადამეტება მაგრამ ეს ნიღმიანი არა რა უნდა იდენტიფიკაციას ვერ უკეთებ და ვერ დაკება რა უბედო ეს რა არის ამიხსენით რა რითი ჯობია წიტუშკა შტურმავიკს რა და ორივეა ეხა ორივეს ვაბრაზებ მე მომიტინგესაც ვაბრაზებ რომ ვამბობ რომ მათ შტურმავიკებში შტურმავიკები იყვნენ დაფინანსე ბრაზდებიან არ ჯერათ მართლა იმ ახალგაზრდა პრობლემაა ბატონო ახლა ჯერათ არ ჯერათ და დააჯერებს 92 წელს თვითონავი თანამარდა და შევარნაძე არ გადმოვიდა ხო ზვიად გამსახურდეს აქტიური მომხრეობა მეუბნეოდა შევარნაძის მოწყობილია და შევარნაძე ჩამოვა ვერ ვიჯერებდი მაგრამ იმ სტუდენტი ვიყავი ახალგაზრდა გულწრფელი ვიყავი ხო მართლა და არ მეჯერა თურმე რას ლაპარაკობ დააგეგმილი კარგად ყველაფერი
ყველაფერი თურმე გაწერილია სიტყვით. მე ვიზოჩხუბები და ვიშეური ისაც კი გაწერილია ყველაფერი. ეს გონია რომ შეხარ მონაწილე. დღეს ახლა კიდევ ვიძახი რუსთაველზე არ წყდება ჩვენი და ევროპის ურთიერთობა. ნამდვილად ეს გაწერილი არის რაღაც დონეზე, რომელიც მე არ ვიცი და არ შემიძლია ვთქვა, გაწერილია რაღაც დონეზე რას მასშტაბით და როგორ მიგვიახლოვებს ევროპა, სულ ყველა რეკომენდაცია დავაკმაყოფილოთ და კაცები შუაზე გავიყოთ და ერთმანეთზე დავქორწინდეთ, ხო? არ ნიშნავს ეგ რომ ევროპაში ხვალე არაფრით დანიშნავს და სულ რო იმათ ვიქცეთ, რა გვია დიქტატორულ რეჟიმად, ხო? ევროპას თუ დაჭირდა მეორე დღეს ვერ მიგვიღებს. ეხლა ალჯულანის მაგალითი მე ისე მიკროს ნუ თუ არაფერს არ უსმენენ და უყურებენ. რუსთაველზე მოდი პირდაპირ თქვა, რა ბენზინის წილებში ვინიჯდება, იმაში ვინიჯდება, რა ქვია, წყდება ეგ. ფულის წყაროსთან ვინ აღმოჩნდება რა. ახლოს ახლა ვაშაძე ახლა და ის ჭიჭე ვაშაძე ახლა სამშობლოზე ფიქრობს თუ იმაზე კარგით ახლა რა. დინარაძე და ჭიჭე ვაშაძეს შორის ვისი სიმამრი უფრო მდიდარი იქნება, ეს არის თემა რა. და მაგაზე კლავენ ერთმანეთს, ხო? ახლა რო აუხსნა, მაგრამ ყველაზე წყიდება, კაცო. ტიპი გამოსულია, მაია წყნეთელია, გოგო და ბიჭი გიორგი სააკაძეა და ახლა მე ეს დრამას ვიძახი, რა თქმა უნდა შეურაცხყოფას ვაყენებ, ხო? ბრაზდება რომ მაგრამ მე გულწრფელად ვიძახი. არა, შეურაცხყოფად იღებს ასე. იღებს, მაგრამ მე არ ვაყენებ მას შეურაცხყოფას. მე პირიქით მე ვამბობ რომ მე რო ეხლა სტუდენტი ყოფილიყავ, ერთ-ერთი მომიტინგე ვიქნებოდი აუცილებლად რა. აუცილებლად იმ ტვინით და იმ გამოსვლით. არა, ჩვენ ძალიან ის ვიყავ ახლა სტუდენტები. იმ ტვინით და აუცილებლად ერთ-ერთი მოტივი, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ისეთი მოცემულობა დაადებინეს და პიარი ისეთი იმდენად დამარცხდა სახელმწიფო პიარი ამ ოპონენტ პიართან რომ ნუ ეს ბუნებრივია რომ ახალგაზრდობის ფაქტობრივად მოდი ვუთხრათ მე რიდასრულდა აი ეს ჩვენი სიშტერე სტუდენტობის დროინდელი მე როცა რო აღმოჩნდა თუ ვინმე ჩამოწევდება მოვკიდებ ხეს და გავასეირნებ საბუთალო საზღვაო სასაფლაოზე და მართლა გავასეირნებ და მე სულ ამას რომ მიდიხარ ვინ როგორ წავს იმ საფლავში რა თითოეულს ეს ათასობით არის რა ერთი არ არის ერთ საფლავი არ არის რა თითოეულ საფლავს ვანახებ რა და ვინ როგორ წე რა პირობებში გარდაიცვალა როგორ გადაიცვალა ყველაფერს მოვყვები რა არ არის ეს ახლა ნუ მე უბრალოდ არა ვარ ახლა ისეთი ავტორიტეტი ახლა რაღაცა ვთქვა და აი ვიღაცა გაიგონოს მაგრამ თქვენი პროცესის მონაწილე ხარ მეც თქვა და ჩემ თვალს იხდებოდა და როგორ მათ არიციან მათ გონიათ რომ იცეკვებენ ხორუმს იმღერებენ იგალობებენ და მე სულ უხსნი რომ არა ეს გზა არის საძმო სასაფლაოებისკენ მიმავალი არა ცეკვა და სიმღერა არ არის არა ეს გზა არ არის ცეკვი და სიმღერით ვერსად ვერ შეხვალ მე მაგას ვგულისხმობ თუ ცეკვა და სიმღერა რატო ახლა სასაფლაოებში ეხლა რა შეხება ცოტა გლობალურად შევხედოთ გარედან შევხედოთ და ცოტა ზემოდან შევხედოთ პროცესებს ვიდრე ის დიახ თუ შემაში დავსვამ კითხვას ბატონ მალხას თუ შეიძლება რა თქმა უნდა აქ გარდა იმისა რომ ყველა ცდილობს რომ თვითონ იყოს შემოსავლების და ძალაუფლების წყაროსთან დაიკავოს თავისი ადგილი ან ჩვენთან რაც ხდება გარდა ამისა ეს არის მხარეები ასევე ერთმანეთს ძალას აჩვენებენ კიდე მათ რომლებსაც გარკვეული გეგმები აქვთ ამ რეგიონის მიმართ კი ბატონო ხო ვიზზე დადონ ფსონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის აი ამ აქციებს და ყველაფერს აბსოლუტურად იყენებენ იარაღად ბუნებრივია ხარ იარაღი გარედან რა გეგმა აი რა გეგმა შეიძლება არსებობდეს იყოს ეს მოდი ავიღოთ ჩინეთიც ავიღოთ რუსეთი ჩრდილოეთი ავიღოთ დასავლეთი ამ სამ სხვადასხვა გეგმა იქნება ბუნებრივია რეგიონის მე რომელსაც ჩვენ ცხოვრობთ სამხრეთ კავკასია და დიდი რეგიონი რასაც შემდეგ მოსდევს შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი აი თქვენ როგორ ხედავთ ვის რა ინტერესი აქვს და რა გეგმა კი ბატონო მე 3-ს არა 4-ს ვიტყოდი იმიტომ რომ დასავლეთს ერთ ნაწილად არ მოვიხსენებდი კი ბატონო ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირი კი ბატონო გავხსენებდი რა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს ხო ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე თემატურად ვიძახი იმიტომ რომ ის სიბრიყვე რომ ის ჩვენი მეგობარი ქვეყანაა ხო ესეთი სიბრიყვე არის ქვეყანა რომელსაც აქ ინტერესები და მეგობარი ქვეყანა ეგეთი ტერმინი არის მოგონილი ტერმინია რა თქმა უნდა ხელოვნური ტერმინია რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები დამთხეულია ერთმანეთთან და ემთხვევა იმაში რომ საქართველოში არაფერმა არ უნდა გაიაროს და ეს გზა რუსეთს არანაირად არ ჭირდება და იმისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთის ფაქტორის დასასუსტებლად ყველაფერი მნიშვნელოვანია და რაოდენ უცნაურად არ უნდა იყოს ევროკავშირი და ჩინეთი ამ შემთხვევაში ჩვენი მოკავშირე არის იდეოლოგიურად აი წარმოიდგინეთ რა საინტერესო რაღაცას ვიღებთ ესე იგი რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები დაახლოებით პოლიტიკური პოზიციები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და ევროკავშირის და ჩინეთის ჩვენთვის დადებითი არის ამ შემთხვევაში ევროკავშირი და ჩინეთი რა ბევრად დადებითი და ბევრად მნიშვნელოვანი არის ეხა ჩინური ფაქტორი მოგეხსენებათ რომ სოფლიო ეკონომიკაში უკვე გადამწყვეტი გახდა თუ ნუ
პირველი ალბათ რა ეხლა კაი დღეს მეორე დავარქვათ ეხლა ვიღაც არ მოწონს რომ არა ამერიკა კიდე წინ არის აი ოლიმპიადაზე ერთი ოქროთი კიდე მოუგო მაგრამ და მეორე დავარქვათ არა აქ ამას მნიშვნელობა მაგრამ არის ევრაზიის კონტინენტზე გადამწყვეტი ქვეყანა იქცა და წარმოიდგინეთ მისთვის ყველაზე მომგებიანი არის საქართველოს გზა ეს აბრეშუმის გზა მამაჩემი ამაზე 78 წელს ლექციებს კითხულობდა და ვიღაცები ვერ იგებდნენ რას ლაპარაკობდა ეს და ეხლა მაშინ ვერც ვერ იგებდა ეხლა გავიგეთ რომ რაზე იყოს ამ რა ენერგო რესურსებზე იყო წინასწარ საუბარი პირდაპირ ვიძახი საქართველოს აქ აბსოლუტურად უნიკალური მდებარეობა რა და ეს მარტო იმით არ განისაზღვრება რომ აბრეშუმის გზა და მე აღარ ვაგრძელებთ იმიტომ რომ გვეშინია რომ რუსეთუმე ვიღაცამ არ დაგვიძახოს რა და ჩრდილო სამხრეთი ეხა დაუკვირდით რა ჩრდილო სამხრეთი არის ინტერესი არა მარტო რუსეთის ეს არის თურქეთის ინტერესი წარმოიდგინეთ სახმელეთო გზა რომელიც არ აქვს რუსეთთან ხო თურქეთის ეს არის არაბული სამყაროს მათ შორის იმისი რა ქვია პირდაპირ თქვა ამერიკის შეერთებული შტატების საუდის არაბეთი და იმ უდიდესი ქვეყნების ინტერესი და მისი მოკავშირეების და რა თქმა უნდა კიდე ირანი ემატება და ნუ ჩვენი მეზობელი და ნუ ბიძაშვილი ქვეყანა სომხეთი ხო რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო და გადაკეტილი აქამდე და არ ნახულს არას ნახულობს იმიტომ რომ მარტო საჰაერო მიმოსვლა ხო ან ნუ რაღაც ტრანზიტული რა ხო ნუ რომელიც შემოვლითი გზა არის სადღაც ხაზრდოდი იმის მაგივრად რომ პირდაპირ აფხაზეთი გაიხსნას ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი ჯვარედინი ესეთი ჯვარი გვაქვს აღმოსავლეთ დასავლეთ ჩრდილოეთი სამხრეთი რომელიც არის უნიკალური შესაძლებლობების მომცემი იმ შესაძლებლობების როდესაც აფხაზს ჩვენ არ დაუწყებთ თხოვნას რომ იქნება ერთ ქვეყანაში გვეცხოვრა რა აფხაზს ავტომატურად მოუნდება ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანასთან ერთად ცხოვრება ცხინვალი ნუ მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ როგორც კი ურთიერთობები დალეგურდება ერთი კვირის პრობლემა არის ყოველგვარი ჩხუბის და დაყვირების გარეშე გასტროლაზე არც ამაქვს ლაპარაკი იმიტომ რომ ოსი ხალხი ის ხალხი არის როდესაც 2008 წელს უფრო მეტი რო დაიწყო კონფლიქტი თბილისკენ გამოიქცა ვიდრე ორჯონიკიძისკენ ეს იყო ხელოვნური მოგონილი კონფლიქტი ხო ქართველი და ოსის სიზღე ეგეთი რამე არ არსებობს რა შერეული ოჯახებია აქეთ და იქით რომელ მხარეს დამდგარიყვნენ რო არ იცოდნენ ისეთ მდგომარეობა ეს კონფლიქტი რა თქმა უნდა ამოწურვადი არის და რა თქმა უნდა ხელოვნურია და არაფერი იმის გარდა რომ ჩილოური ოკუპაცია იყო და ქართული სიბრიყვი აქიდან ამის მეტი აქ არაფერი არ არის ხო რა ეთნიკური ზიზღის თქვა რაც ყარაბახი არ არის ეს და ეს არ არის ბოსნია-ჰერცეგოვინა და რაღაც სადაც მართლა ბოროტ და რუანდა სადაც ეთნიკური ზიზღია საუკუნეობრივი და არანაირი ზიზღი არ არის ბოლო იმის ხაზით მოვდივართ მეფე ბაგრატიონები თამარის შემდეგ ყველაფერს თავი დავანებოდა რა და თამაშობდნენ ხო და მე ვამბობ რომ აქ იმდენი ინტერესები იკვეთება რუსთაველზე რაც არ უნდა უხეთქოთ ერთმანეთს თავები არაფერი არ შეიცვლება ამ გარე ინტერესებში რაც გადაწყდა ეხა სირია ისე უმტკივნეულო და ერთ დღეში გადაწყდა რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს ეხლა რომ ერთ დღეში ესეთი რაღაცები ხდება ერთ დღეში დაიწყო უკვე გათეთრება ალჯულანის ინტერვიუ იყო დიდი ის ისე დაბანული დავარცხნილი რაღაც დაპრიალებული ფეხზე რა თქმა უნდა ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ თქვათ ერაყის დიქტატორი იყო საბჭოეთისთვის ძალიან ცუდი კაცი და ამერიკისთვის გმირი და შემდეგ ნუ ჩამოახვჩეს ტიპი ხო ამერიკელებაზე რომ ეს დროებითი არის ახლა ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც თავები აქვს მოჭრილი ხალხისთვის თავისი ხელით ხო ახლა იმაზე ჩვენ გვაბრალებენო BBC-ს და BBC-ს ჟურნალისტმა არც კი შეუტრიალა კითხვა ეს საერთო ინფორმაციები იყო გავრცელებული რომ ჩვენი წარსული საქმიანობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამებო და ჟურნალისტმა დასაკოვანი კაცი იყო საერთოდ გამოუცდელი ახალგაზრდა გოგო ამ ბიჭი კითხვა არ შეუტრიალა, იმიტომ რომ ეს იყო PR-ის ინტერვიუ. კი ბატონო, გეტყვით უფრო ძიმეთაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება აღმოსავლეთში უახლო. ეხა უსამა ბინ ლადენი თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი იყო რუსეთის წინააღმდეგ და შემდეგ ნუ რაც ჩაიდინა და ეხა ის 11 სექტემბერი ეს ტრაგედია მართლა და ამერიკელი ერის ტრაგედია, რომელსაც აბსოლუტურად უთანაგდობ ამერიკელებს, წამოვიდა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამერიკული პროექტი, ხო, ეს არ წამოსულა ვიღაცა ეს რუსებთან დაუგებდა და ჩინური პროექტი არ არის, ეს იყო ამერიკული პროექტი და იქიდან წამოვიდა ეს უბედურება, რაც მაშინ დატრიალდა და იმდენი ათასობით ადამიანია ეს ტრაგიკულად ხალი ბავში ყველა დაიღუპა, ხო? ხო და ეს ხშირად არის ამერიკას შეცდომები მოსდის ახლა რა ვიღაცისთვისა რომ ზესახელმწიფო ნიშნავს რომ ჭკვიანისა ბარა ვიეტნამი იყო თქვენს რომ შეცდომა იყო, ავღანეთი იყო კი ნახეთ აგერ შეცდომა იყო, ერთ გულის ტკივილით ვიტყვი რა თქმა უნდა და იქნება ვინმე გაიგონოს რომ
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვართ მეგობარი ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში ხო ვიყავით ცოტა ხნის წინ და უთუსბირად ვიყიდეთ ისენი, რა ქვია, თავდაცვითი იარაღი. იგივე იარაღი საჩუქრად გადაეცა თალიბანს. დიდი რაოდენობით. ჩვენ მთელი ბიუჯეტი რაც ამერიკა დაგვეხმარა სამხედრო, იგი გვაყიდინა თავისივე ისა. ძალიან ძვირად. ამერიკას დახმარების ასეთი მეთოდი აქვს, უკრაინასაც ასე. ხო და არა, ეხლა სხვაჩორის ჩემთვის ახალმა ხო ძალიან საინტერესო რამეა. ქართული ოცნება გამალებით ელოდება 20 იანვარს და ყველა საინტერესო არის, მათ ძირითადი არგუმენტი რომ ყველაფერი კარგად იქნება არის რომ სააკაშვილმა იმ ფსიქიატრიულს თუ სადაც წევს ხო იქიდან თქვა რომ 20 იანვრამდე თუ ვერ მოასწავეთ მე ვერ შეძლებ და იგივე თქვა გახარია მაპატიეთად რა ის არის ტრაგედია ხელისუფლება თურმე დადის ციხეში მძომი სააკაშვილის ჭკუაზე ის თუ იტყვის ეგრე ყოფილა რა არის პროდუქტი ტრაგედია როდესაც შენ სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიხედვით აგებს შენს პროცესს რა თქმა უნდა ესე იგი საერთოდ აღარავინ აღარავად რა და მე მართლა ვიძახი ახლა ამ პრეზიდენტმა ამ ახალმა პრეზიდენტმა ისეთი რამე განაცხადა აი უკრაინელის ადგილას არ ვიცი რა უკრაინასო ჩვენიო უკვე ძალიან დიდი ვალი აქვს იმიტომ რომ ჩვენი გადახვდელების ფული დაიხარჯაო მახსოვს ეს თბილისში ლამის ზეიმი და პარადი მოეწყო იმის აღსანიშნავად რომ ლენდ-ლიზი ჩაირთო ხალხო რა და ეს ლენდ-ლიზი გონიათ რაღაცა დადებითი იმიტომ რომ ჩვენ ხო თავარი არა რა თქმა უნდა დასტებს ესური ამ ფულის ინგლისურად ჟღერადის სიტყვა იყო რა და იციან რომ რუსების წინააღმდეგ და იზეიმეს ხალხმა და ეს ლენდ-ლიზი არა ნუ რახან უცხო სიტყვას შემოაგდებ დამთავრდა რა ის უკვე კარგია რა და ეს ლენდ-ლიზი არის ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირს ჩაურთო ამერიკამ 80-იან წლების ბოლომდე ვერ ამოვიდა საბჭოთა კავშირი იმოალდა უმდრესი ქვეყანა ვერ ამოვიდა ამდენი რესურსებს და ეხლა წარმოიდგინე უკრაინა ხო უკრაინა ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინაში უკრაინელის აღარაფერი აღარ არის ყველაზე დიდი თანამდებობა უკრაინელს დარჩება უკვე ტრაქტორისტი იქნება მინდორში ამის ზემოთ იმედ განვითარების საშუალება ყველაფერი სხვისია უკვე ამ ლენდ-ლიზიდან გამომდინარე რა სულ რომ მოიგოს ომი რა მე მოდი იმაზე კი არ ბოროტების იმპერიას მოერევ მე ვსაუბრობ თვითონ უკრაინაზე რა ემართება მოგების შემთხვევაშიც კი აღარაფერი ქვეყანა არის განადგურებული ხო აღარაფერი აღარ არის ხო ამ ქვეყნიდან დარჩენილი 40 მილიონიანი ქვეყნიდან რეალურად მოდი პირდაპირ თქვა 10 მილიონი გასულია 10 მილიონი მეორე მხარეს ადგას ხო ესურის ხო ისა რა ქვია უდიდესი ნაწილი ახალგაზრდობის ვინც უნდა ერი გააბრალოს ბიჭები დასახიჩრებული გაუბედურებული ციფრებს ეხა ეს არის საერთოდ დიქტატორული რეჟიმების ის არის თვისება და ტყუპები იდგანან ამ ზელენსკი ორივე ვოვა განგვანან ტყუპებით ერთ საქციელში რა რომ ყვებიან რაღაც ზღაპრულ ციფრებს მოწინააღმდეგის განადგურების და თავიანთი არავინ არ კვდება არც ერთ უკრაინულ არხზე ვერ ნახავ ისა რომ იშვიათად რომ ლამაზი დაკრძალვა ერთი კუბორობოდის ეს არის ის რამხელა მსხვერპლი აქვს ეს აიკრძალა ამაზე საუბარი აიკრძალა სასაფლაოების გადაღება კილომეტრიანი სასაფლაოები რო არის ახალგაზრდა ბიჭების და ბოლო რო არ უჭას არც იგრეში და არც იგანაში აიგზალა ვიღაცა ჩუმად თუ გადაიღებს და ისე ატვირთავს სახელმწიფო ტელევიზიაში და ეს იგივე ხდება რუსეთში აბსოლუტურად ანალოგიურად რა და აქ ის რა ქვია ეს ქართული პროპაგანდისტი სხვათა შორის არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს უკვე 70 ბიჭი ჩამოასვენეთ ხო ზარზე იმით რომ აცილებდნენ უკრაინაში ბიჭებიდან რო კვდება იმ ტელევიზიამ ის არ უნდა გააშუქოს რომ გაგეთ ჩამოასვენენ დაღუპული ქართველი ბიჭი არა ეს დამალული ეს იგივე იყო გავჩვენები მისიაში რო იღებდნენ საერთაშორისო მონაწილეობას ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში ხო ეს ტაბუირებული თემა იყო კი ბატონო საბედნიეროდ მაშინ ციფრი მართლა რა 35 არის სუმთლიანი თავდაბოლომდე ერაყი და ავღანეთის ჩათვლით ერაყში საერთოდ არ იქნებოდა იქ ავარიის მომენტიც იყო და რაღაცა მაგრამ რაც შეეხება ეხლა კიდევ ვიძახი უკრაინაში კატასტროფული ციფრია ხო დაღუპული ბიჭების ხო კატასტროფული ციფრია რომელიც არ ვიცი ეხლა ვიღაცისთვის 70 შეიძლება არ არის ჩემთვის ამ ერთ ციცკნა ქვეყნისთვის რომელიც სულ ზღაფავს დემოგრაფიულად და გასაკებს გადავხედოთ რომ ხელა ამ ბიჭების 24 წლის 23 წლის უცოლშილო და მიხვალ გასვენებაში შეიძლება ვეღარ გამოხვიდე ადამიანი ჩაიკეცო შეხედავ რომ ხელა ვაჟკაციცებს ხო და ცხოვრობთ ამ ქვეყანაში სადაც ეს უნდა დაიმალოს რატო სხვები ხო უნდა წახალისდნენ და უნდა ეგონოთ რომ იქრო ჩავლენ ხო ავტომატს ამოიღებს დახოცავს და კაკები ყველა ცოცხალი დარჩება ხო აი ბინძუროში არიან ჩართული ყეზლ ლიბერბიზი აი ამ სიბინძურის ნაწილი ქართველი ბავშვების დახოცვის ნაწილი არიან მათ ეს ხო არ არის არ ტკივათ ხო მათ მე გარმინახი არც იმ თავარი არხის არც ტვპ არც ერთი ჟურნალისტი არ მინახია ეგ მისული და არც ერთი გლოვი არ ეკარმინახია და არც ერთი შეეცხა იმიტომ რომ ეს კიდე ვიძახი პროპაგანდაში იმათი სიკვდილი არ არის საინტერესო ხო აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ იგივე ვთქვათ ქართული ხელისუფლებაც დღევანდელი ხელისუფლებაც აბსოლუტურად ეხლა ამ პროცესზე ამ გამოიყეხმა
თქვი რომ ესეთი რამე არა ანტიპროპაგანდაც არ არის ჩართული უგუველყოფილი არის აბსოლუტურად ეს ჩვენთვის ტრაგიკული საკითხი უგუველყოფილია ის რაც უკრაინას ჭირს იმაზე საუბარი ფაქტიურად არ ხდება ხო ხო აი სამხედრო მოქმედებების განხილვა არ არის მე ექსპერტები რომ გაქრენ აწყობთ რომ გაქრენ სამხედრო ექსპერტები აორთქლდნენ რა აი თვითონ დავისიმი და აღარ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ხო რა პოლიტიკურ რაღაც სიგიჟეებს საუბრობენ მარტო დამთავრდა ახლა იმ სამხედრო ექსპერტს რომელიც ახლა 23 თებერვალს 24-ში ომი დაიწყო ხო ჩვენ გავაკეთეთ მაშინ 5 უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყანას მიწვევთ წელი მათ შორის რუსეთს გამოცვიდნენ და ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ ერთხმაში გვეძახა რუსეთუმე დღეს ასაც ქართულ ოცნებას თქვა დინარაძე აკეთებს იმისთვის მე დინარაძე რუსეთუმე მეძახა ოღონდ იმის ინტელექტი 1-4 წელი ჩამომჩება და ეხლა აკეთებს იმას, ასაც მე ვაკეთებდი, მაგრამ შევეშოთ ამას. რაშიც ჩვენ რუსეთუმე გვეძახეს, რაშიც ჩვენ რუსეთუმე გვეძახეს, ხო და თავიანთი ექსპერტები დასვეს იმ ღამეს, სამი სამხედრო, ორი გენერალი, მათ შორის დასვეს იმაში, რა ქვია, ტელეეთერთან და განაცხადეს, რომ ვერანაირ ომს უკრაინასთან რუსეთი ვერ გაბედავს და ერთ საათში დაიწყო ომი. და ის ტიპები კიდე ექსპერტები არიან. წარმოიდგინე ხა რა ცარიელი თავი უნდა გქონდეს, ერთ საათში ომი იწყება და განცხადება გაკეთო, ვერ გაბედავს და ომი არ იქნება, ხო? აი ეს უბედურება და ეს სამხედრო ექსპერტები, რა თქმა უნდა, ეხლა არანაირი ექსპერტები ეს იყვნენ პროპაგანდისტები, ჩვეულებრივი დაბალი დონის პროპაგანდისტები, აი ძალიან დაბალი დონის პირდაპირ ვიძახი, რომელიც რაღაცა თესავდნენ ბედნიერებას, გამარჯვებას, იქ ჩახვალ უკრაინაში, ერთ-ორს წაიომებ და მე მაგრა ხო რაღაცა იმის ამაზრს ანვითარებდნენ. რატო უნდათ ბევრი ქართველი არ ვიცი ეს ეთყობა ერთ-ერთი ის იყო რომ რუსეთს აქაც გაესროლა რაღაცა რომ ნუ საბედნიეროდ გადავრჩით ახლა პუტინს ნამდვილად არც ხელა თუმცა არ გამოურიცხავ რომ პუტინს ძალიან ჭირდება სადღაც პირდაპირ გამარჯვება და ამისთვის იდეალური ქვეყანა ვართ. იდეალურია ჩვენ იდეალური ვართ ხო? უცებ ავიაციით მოგვიყომარებს უკაცრავად ჟარგონით. და რუსეთში იტყვია რომ ვოვოჩკა какой-то сильный რა აი ვერც ხვდებიან ამას რომ ჩვენ მხოლოდ პიარის ნაწილი შეიძლება გავხდეთ რუსეთისთვის. პუტინმა 2008 წლის წინა საარჩევნო კომპანია იყო 2008 წლის ომი. მისი ის იყო თუ გახსოვთ მისი პირველი წინა საარჩევნო პროპაგანდა იყო და მთავარი კოზირი ჩეჩნეთის ომის დასრულება. ანუ პუტინისთვის დამახასიათებელი არის ესა რა და ესე იგი რა გამოდის რომ მე ვხვდები რომ პუტინი არის საშიში, პუტინი არის ბოროტი, პუტინი არის ყველაფერი წამსვლელი და ეს ლიბერალურ სამყარო ამტკიცებს რომ არა პუტინი კაი კაცია. ესე გამოდის ხო დაახლოებით აი ეს მოცემულობა გვაქვს რა აი მიღებული გვაქვს საბოლოო ჯამში ესეთი მოცემულობა რომ პუტინი ამას არ იკადრებს, არ იზავს ისინი ამტკიცებენ. მე ვამტკიცებ რომ იკადრებს და იზავს. არა, ვერ გაბედავს კიდე ამას. ას ვერ გაბედავს, აგერ ისროლა, ეხლა მართალია უქობინო, მაგრამ ბირთული იარაღი უკვე ისროლა და უთხრა გესვრიდო. ისროლა და უკვე ევროპის დედაქალაქში სადაც რაღაცას დამზადდება და იმ დედაქალაქსაც ესროლიო და ისროლის და მე მაქსიმუმ ვაი ოი, იმიტომ რომ დედამიწას არავინ არ დაანგრევს. დედამიწის დანგრევა. ამერიკა წაუგებელს თამაშობს. თუ შეიძლება ბატონო ხაზ ეს მინდა კითხოთ აუცილებლად. სანამ დავასრულებთ, აი თქვენ ბრძანეთ ეს დაჯგუფება. რუსეთის და ამერიკის ინტერესი ემთხვევა, ევროკავშირი ჩინეთის. ძალა აქვს ევროკავშირი ჩინეთის ინტერესებს ისეთი, რომ საპირწონე იყოს რუსეთ-ამერიკის ინტერესის. იცი აქ უკვე ისეთი მომენტი არის რომ ახლა თბილისში კიდევ ვიძახი რუსთაველზევის ხელის გადაგრეხვა ხო ახლა ამ წუთში და ამ მომენტში ხო აქ იმდენად სხვადასხვა ძალები და სხვადასხვა ფაქტორები არის ჩართული რომ ამის პროგნოზირება რომ შემეძლოს ნუ არ ვიცი ახლა შეუძლებელია მე იმიტომ რომ იმდენად ჩვენ არ ვიცი ტრამპი რას აპირებს ხო მართლა არ ვიცი ისაც კი არ ვიცი ისაც არ ვიცი საქართველოს მიმართ რას აპირებს ხო თავარი არგუმენტი გვაქვს რომ სააკაშვილი იქ რო დიალოგდაო ესა ქართული ოცნების კი არის აწყობილი ებდა სააკაშვილმა ეს რო თქვაო რა ბიჭო თუ სააკაშვილი ესე ჭკვიანად მიგაჩია და ესე ბძენად ან მე არ მგონი ასე მარტივად იყო სააკაშვილი ხო და არა ეს არის ეს არგუმენტია მაგრამ შეიძლება ითქვა ეს მაგრამ არ მგონი ასე მარტივად იყო ტრამპი ეხლა რას იზავს იქ ჩინეთი რას იზავს ჩინეთი არ ამწვავებს ხო ეხლა ტყუილად არ დაარქვეს ამ ქვეყანას მიძინებული დრაკონი ხო არ ამწვავებს მაგრამ თავის მიზანს აღწევს კი ბატონო ყველაფერს აღწევს რა მე მახსოვს ამერიკელმა პოლიტოლოგმა ამიხსნა აი საქართველოს რა მდგომარეობაშია რა მითხაო რუსეთიო აიო ისეთი ქვეყანაო პიცილეტკები ტყუილად არ ქონდათო რომ 5 წელს გეგმავდენო იმის იქითო რუსეთიო ვერასოდეს ვერ გეგმავდაო რა აი თვით სტალინს ცოტა შეშლია იმიტომ რომ რაც ეკატერინე პეტრე პირველმა დაგეგმა იმ გეგმას მიყვებიან სტრატეგიას კი მაგრამ მე აქ საბჭოეთზე იყო საუბარი და პიცილეტკები ტყუილა არა გაქვთ ჩვენო ამერიკელებიო ბევრად წინა ვართო 10-15 წელს გეგმავთო რა
აიო თქვენო ქართველებიო, რასაც დავაკვირდიო პოლიტიკოსიდან დაწყებული რიგითი ქართველები ხვალეს არცდებითო რა ხვალეს. ხო, ჩვენ ხვალ დღეს არცდებითო და ჩინეთიო ძალიან მურტალი ქვეყანა 100-150 წლიანი გეგმებია გაწერილიო რა. იმ ხელისუფლებას არ ეჩქარება რომ მის დროს მოხდეს რაღაცა და ის სრულიად მონდომებით ციმბირს ძალიან მონდომებით ჩვიდათ პითონივით ჩასაფრებული მიჩერებია ნელ-ნელა შედიან ჩინელები იქ მუშებად შავმუშებად მუშაობენ თითქოს არაფერი ხო ესეთი თემებია რა ეხა საქართველოს მე ის მაიმედებს რომ საქართველოს მათთვის არ არის თქვა დასახლების ობიექტად არჩეულია სატრანზიტო ობიექტად და ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ ისო ჩინეთს თქვა ციმბირივით არა თვალი არ აქვს დამდგარი საქართველოს ის სიმდიდრეებია ხო აბსოლუტურად და ის თან მომიჯნავე მეზობელი ქვეყანაა და საქართველოს ერთადერთი ინტერესია რომელიც ჩვენ ინტერესშიც არის ხო იგივე ღრმაწყლოვანი პორტი ეს იქნება უდიდეს კიდევ ვიძახი აფხაზეთის დაბრუნების ალბათ უნიკალური გასაღები იქნება ის იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა უმუშევარი გამწარებული აფხაზები იქ რუსებს მიყიდონ მიწა არ მიყიდონ ამაზე ერთმანეთს ავტომატიზირებენ და კლავენ უკვე ხო ძალიან ძიმე მდგომარეობა უცბად უდგებათ ისეთი საკითხი რომ ისინი ამ პროცესებში უნდათ უпроსორეთ ჩართულები იქნებიან ამ ეკონომიურ პროცესებში ჩართულები იქნებიან ფინანსური დაინტერესებით ადამიანებზე მაგ რიგით ადამიანებზე იგივე აფხაზ პარლამენტარებზე დღესდღეობით ხო აფხაზეთში არის უმძიმესი მდგომარეობა ხო ხა ვინც არ იცის ვეტყვი რაოდენობას რომ და ესეთი თანმიმდევრობა 80,000 სომეხ 70 აფხაზი და 60 ქართველი რომელიც ძალიან ცუდი ტენდენციით და ცუდი მიმართულებით ვითარდება იმიტომ რომ აფხაზი ახალგაზრდობა ძალიან ერთ-ერთზე ვგევართ ჩვენ და ცოტა უკონტროლო ტერიტორიებში არის ნარკოტიკულ უბედურებაში მასიურად ჩართული კრიმინალურ ურთიერთობაში და რუსეთის ციხეები აფხაზი ახალგაზრდებით სავსეა და ეს აფხაზი გოგონები ძირითადად ცხოვრობენ იქ ადგილობრივ სომხებზე ანუ აფხაზურ გენს ჭირს ძალიან დიდი უბედურება ხო ის რომ აფხაზებმა დაიტეხეს ის ჭირს აფხაზებმა არც ჩვენ ვიყავით წმინდანები და ჩვენც ის აქ ჭირს რაც დავიტეხეთ რა თქმა უნდა და დგება საკითხი რომ ის 60,000 ქართველი რომელიც აპარტეიდულ მდგომარეობაში ხავთ ამაზე აღარავინ არ ვცხოვრობთ ადამიანები ცხოვრობენ დედამიწაზე გონი აღარსადაღარა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რა აპარტეიდია ჩვეულებრივი ხო დადგება მდგომარეობა რომ მონაწილეობის უფლება არ აქვს კი ბატონო არა საოცარი რაღაცა ხდება და დადგება დრო და მომენტი რომ აფხაზისთვის უკვე გენეტიკური გადარჩენის ერთადერთი წყარო იქნება თავის გენეტიკური ბიძაშვილი ქართველი რა მეტი უბრალოდ ეს ამას ვერც ავტომატით ახსნი და ვერაფერ ამას ახსნი იმით რომ ამას აფხაზეთი თუნ იტყვის რა და წავალ და ამას თუ იმ ეკონომიურ სიკეთებს დავამატებთ რაც შესაძლებელია იგივე აფხაზეთის გზის გახსნით რაზეც ჩვენ საუბრობთ და არ ვიცი ალბათ ამისთვისაც რუსეთუ მისი არლიქს მივიღებ ადამიანი რომელიც ყველა ომში მივდივარ რუსეთის წინააღმდეგ და ყოველთვის წავალ მაგრამ ვამბობ რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა იმიტომ რომ ჩვენ რუსეთს შემოცოტათი ვავნებთ რომ ეს გზა არა გახსნილი მაგრამ საქართველოს ძალიან მაგრა ვაზარალებთ ამით რა იმის არ იყოს ახლა სამტრედის კინგზა რომ გადავკეტეთ და გჯეროდა მაშინ მე ჯეროდა რომ რუსეთს ვანგრევთ რა ნუ ახლა მე რუკასო დახედავ ხო ნუ ცოტა ხონა გაგეხსნა სტრინი მაგრამ ნუ ზოგს არ ეხსნება ტვინი და იმეორება რომ ეს სწორი იყო ეხლაც რა დღესაც მე მაშინ წამდა რომ სწორი იყო მაგრამ ეხლა დღევანდელი გადმოსახედი და ცოტა ხონა დაფიქრდე რა რაღაცეებზე ხონა იმიტომ რომ იმასავნო ხო ამისთვის ხარაკირი გაიკეთო არ არის სწორი რა არ არის და დღეს ვართ ამ მდგომარეობაში ხო იმიტომ რომ ლოზუნგები უფრო წინ არის ვიდრე პოპულიზმი უფრო წინ არის ახლა ის საყურეებიანი კაცი ყავთ შეშურდება ისეთ საყურეები უკეთია იმ კაც ისა გოგიძე და სულ საუბრად იქაჩება რა ყოველ დღე რა ვიღაც სახიობი არის გოგი ვინმე ეხლა გავიგე რომ ეგ სახიობი ხო და არა ომი თუ დაიწყოს იმ საყურეებში მოვკიდებ ორივე ყურს ხეს და წავიყოლებ და მარტოს არ დავტოვებ რა ხო და ბიჭო ახალციხეში დაიბადე გაიზარდე სამხედრო ნაწილის გვერდზე ხო ქართულს ერთხელ წაყოლოდი ერთხელ იმ საექსკურსიაზე მაინც წაყოლოდი ომის სანახავად თუ ესე ომში გეჩქარება რა მამაც ხონებულო ვიღაცა ხარ რა ხო და ესეთი უროპატრიოტიზმი წინ ადგას ხო იმას შეუძლია თითი გამოიშვიოს ის ასრულება სურვილების აუსრულებს სამყარო ამ ჯვარი გწერია ომი თუ დაიწყო მაგსრულს მაგასაც კაცარავასაც აუცილებლად შეუსრულებ კაცარავას რუსულ ფილმში კი არა ნამდვილ ფილმში წავიყვანოთ რა ხო და ისეთი თემა რა უნდა დამთავრდეს რა ეს პოპულიზმი ხო ეხლა რო საუბრობ რა რაღაცაზე რუსეთთან ეს უნდა რუსეთის სიყვარული კი არ მალაპარაკებს რომელიც არც გამაჩნია ერთხელავა რუსეთში ნამყოფისას ხელები აუმეტრეს და ჯარში წავიყვანეს მეტი მე არ წავსულა რუსეთში ცხოვრობ არც 37 მაინტებით მიფრინეად და არც ქუთითუმნებით და პირდაპირ ვიძახი რა ჩემი შეხედულება არის საქართველოს უპირველეს ყოვლის ამაზე ლამაზი ლოზუნგი არ არსებობს ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ კიდევ ვიძახი რუსთავაზე დგან
მანან უხეთქავენ ერთმანეთს თავებს და რო კითხვა, აი რო ჩაუყვეთ ყველას, ხო? არ გაცდება, იმას კობახიძემ რო ისა თქვა და ისა რა ქვია, ეს უფასხოს მე სამაგიოდ გვარამეებრო ესა თქვა და ნუ აი წარმოიდგინე რა დონეზე ხო კლავთ ერთმანეთს, ხო ხალხო, რა ჩავდივათ რა. ანის ციტუშკა რა ჯანდაბა არის, ანის შტურმავიკი რა ჯანდაბაა რა. რა ჯანდაბაა, ეხა თუ იმას გონია, ეხა ეს შტურმავიკები ნაწილი სამართლიან და ნაწილი ალბათ უსამართლოდ, ეხა ყველა იძახს უსამართლოდ ძივა რომ არავინ არ ეტყვის დღეს 21 საუკუნეში, რომ დიახ ეს როდიო, ეგეთი აღარ არსებობს, ხო? თუ იმას გონია რომ ის 20-22 წლის ბიჭები ციხეში ოზიან და 7 და 9 წელი ბემიხარია და მიმაჩნია რომ ეს არის გენოფონდის კიდე ერთი დახვრეტა, ხო? კიდე ერთი დახვრეტა ის ციტუშკაც და ის ზონდერიც და ისაც, ხო? მიჩვენია რომ ჯამთელი გზაზე იდგეს და ლიკვიდირებული და კარსაკ და შვილებს აჩენდეს და ოჯახს ქმნიდეს. რა თქმა უნდა, ეხა თუ ეს ქვეყანა კიდე ეგრე ფიქრობდა. ეხა ერთი გავიგეთ რომ ერთ-ერთი ბიჭი რომელიც რაღაცებს ისრო და თუ არისო და არ ვიცით, ვეტერანია და ვაპირებთ რომ აი მივიდე და თავდები და რაღაცა რომ ნაომარი ბიჭია და რაღაცა, იმიტომ რომ ვაწუხებს, აი მართლა ვაწუხებს როგორც ეხლა ეს ვეტერანი. კიდეც მაშინ თუ შეიძლება რომ არა, ნუ რა ვიცი, მე ვეცდები, მაგრამ ნუ ეხლა შეიძლება იმისთვის ნიკანორ მელია უფრო მეტი პრესტიჟია ვიდრე მე, მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე მასზე უარი თქვა რა, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც პირველ რიგში ნაომარი არის და შემდეგ არის უკვე გასაგები. კი ბატონო, ბატონო ხა ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენ გაცემის პირველი ნაწილის დროა მოიწურა. მე იმედი მაქვს რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ ვერ მოვეგეთ აზრს ის მხარეები, რომლებიც ცაც აქვს თავიანთი გეგმები და ცდილობენ გეგმების განხორციელებას, რაღაც ისეთ ოპტიმალურ სცენარს აირჩევენ, რომ ჩვენ მაინდა-მაინც ერთმანეთს თავებს არ გაუხეთქავთ. ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ გადაცემა და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდებით.